56 კილოგრამის წონითი კატეგორია. დებიუტანტი მებრძოლი თბილისიდან საბა ნადარაია. But that one stood, every man still turning the fuel for good. No golden ticket, just steel toe ground left comfortably and far behind. You think it's fair that cars are made? Watch how real men earn their. დებიუტანტი მებრძოლი რუსთავიდან იხტიარ ალიევი. The pressure, I breathe it in, turn every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. 16 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიანი მსოფლიოს სარეიტინგო დაპირისპირება ერთმანეთს საბა ნადარაია დებიუტანტი მოკრივე და ასევე დებიუტანტი იხტიარ ალიევი რუსთავიდან. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მოკრივეების ნადარაიას როგორც იხტიარ ალიევს აქვს ძალიან კარგი გამოყენება სამოყვარულო კრივის რინგზე და ორივე მათგანისთვის პროფესიონალურ კრივში ეს არის სადებიუტო ბრძოლა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ნადარაიას ადგილზე, თუმცა ალიევისთვის ეს პრობლემა არ არის პირიქით. როგორც ხედავთ, აქტიურად დაიწყო იხტიარ ალიევმა პირველ ნომრად მუშაობს და ეცდება საკუთარი შანსის პოვნას. აი, ნახოთ, ახლობ აქტიურად შედის დაპირისპირებაში იხტიარ ალიევი. რაც შეეხება ნადარაიას მის კუთხეში ჩვდავთ მის ძნელს გაგა ყარმაზანაშვილს ასევე დავით შერვაშიძეს. რაც შეეხება ალიევს რუსთაველი მოკრევე ედუარდ მარდანოვის აღზრდილია. ჩვენ ხედავთ რუსთაველ მებრძოლებს მის თანაგუნდელს ნასიბოვს აგრეთვე სხვა დარბაზიდან ზურაბ ჩიტრეკაშვილს და ლაშა გიორგი ვარდიაშვილს. ძალიან ტექნიკურია ნადარაია, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, არ ვიცი ის თუ არა კომენტარებში, თუმცა სავსეა ნადარაიას გულშემატკივრებით. სანაპირო ბევრი ხალხია შეკრებილი და თითოეულ ნადარაიას თითოეულ აქტიურ მოქმედებაზე შესაბამისი რეაქციები აქვს კომაკს. თუმცა არ ამგონია რომ ეს ყველაფერი ალიევს ესმოდეს, ის თავის შანსს ეძებს და იბრძვის გამარჯვებისთვის სადებიუტო ბრძოლაში. მით უმეტეს რომ ძალიან კარგი შეტევა ჰქონდა. ეხლა კი კლინჩიც კარგად მოქმედებს ალიევი. კარგი იყო ნადარაია ამ შემთხვევაში. ხედავთ ძალიან ტექნიკურია საბა ნადარაია, ძალიან ტექნიკურია. აშკარად ემჩნევა თავისი დიდი გამოცდილება სამოყვარულო კრივის რინგზე, თუმცა პროფესიონალურ კრივში აუცილებელია უფრო მეტი ძალისმიერი მოქმედება. დასრულდა პირველი რაუნდი, საკმაოდ საინტერესო საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და დაველოდოთ მეორე რაუნდს.
განახდა ჩვენი ორთაბრძოლა ფოთში შესანიშნავ გარემოში მიმდინარეობს ნამდვილი საკრივო სიტუაცია და ხედავთ როგორ კარგ ბრძოლას გვაჩვენებენ მოკრივეები ალიევი ცდილობს ძალისმიერად ახლო ბრძოლაში შესვლას რაც შეეხება ნადარაიას ის დისტანციურად ძალიან ტექნიკურად მოქმედებს დრო ჩერდება მილების დამცავი ძირს დაუვარდა თუმცა ახლა გაგრძელდება ორთაბრძოლა კარგად მოქმედებს ნადარაია ძალიან ტექნიკურია ეს ბიჭი თუმცა ახლო ბრძოლაში როგორ ჩანს ალიევი ძალიან სახიფათოა ისად შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო რაიას მხრიდან კარგ ბრძოლას თავაზობენ მოკრივეები კარგი შეტევა ალიევის მხრიდან მიზასაც მიაღწია რუსთაველმა მოკრივემ ისევ ახლო ბრძოლაში ცდილობს შესვლას ალიევი ნადარაია კი ტექნიკურად მოქმედებს აი ხედავთ კარგი დაცვა აქ ნადარაიას დასრულდა მეორე რაუნდიც საინტერესო ორთაბრძოლა იყო გამოიკვეთა რომ ალიევი ახლო ბრძოლაში ცდილობს საკუთარ შანსს პოვნას ხოლო ნადარაია ნათელია რომ ძალიან ტექნიკური და კარგი მოკრივეა სასიხარულოა რომ ბევრი გულშემატკივარი ყავს და დარწმუნებული ვარ რომ დარჩენილ რაუნდებში კიდევ უფრო მეც მოუმატებს რაც შეეხება იხტიარ ალიევს ისი ძალიან კარგი მებრძოლი ჩანს სადებიუტო ბრძოლა აქვს ორივე მათგანს და არ არის მარტივი დებიუტი პროფესიონალური კრივის რინგზე მინდა რომ მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები მოკრივეებმა რეფერი რინგზე დავით ნაზარაშვილი აძლევს საბოლოო მითითებას და ახლდება ბრძოლა მესამე რაუნდი
Seriyana yakınlar, seriya. Seriyana yakınlar. Ay pek çok seriyeyle, seriya. Üçüncü falan da bu bana. Seriya, seriya. Ay sağ ol, gel. Skaçka oyna hoppa. Çerattım hele. Orada. Bak tuğlada lan ne gözlüsün. İko. Orada tuğla lipin. Yaksana. Kalay. İki tane seni ay savaş sen orada. O birinin yoktu mu? Seriya kaç idar yok seriya. Ay git skaçka var tulla. Bak bu da lazımdı. Belki tullasa. იგივე სტილში გაგრძელდა ასპარეზობა მესამე რაუნდშიც. მოკრივეები რა თქმა უნდა სადებიუტო ბრძოლაში მაქსიმალურად ცდილობენ რომ გამოიყენონ საკუთარი შანსი. ზოგადად პროფესიონალურ კრებში უნდა ითქვას რომ აუცილებელია მოკრივეს კონდეს თავისი ხასიათი, კონდეს განწყობა, ქარიზმა, ყავდეს გულშემატკივარი და ცდილობდეს გულშემატკივარზე მუშაობას. დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი ხალხია მოსული აი ამ საკრება შოუზე. შესაბამისად ბევრია საბანა და რაიას გულშემატკივარი, თუმცა არც ალიევს აკლია კომაგი და აქვთ ორივე მათგან შანსი რომ გამოაჩინონ თუ რა შეუძლიათ მათ რიგზე. მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი. შეტევაზე ალიევი
და ქულა აკლდება ალიევს თავში დარტყმების გამო. და ჩვენ ხედავთ როგორ გააქტიურდნენ მოკრივეები, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ფინიში ამ ორთა ბრძოლის ხოჩახ ბიჭებს, კარგი კრივია ჩვენა. როგორც ერთმა ასევე მეორე მოკრივემ და დაველოდოთ საბოლოო შედეგს. უღუში გელას ხირტლაძე და ვაჟა ცაციაშვილი. აი ამ ორთა ბრძოლის მსაჯები გადაწყვეტენ ვინ არის გამარჯვებული ორთა ბრძოლაში. უმაღლესი დონის მსაჯები ყავს პროფესიონალზე და არაფერი ეშლებათ. სწორად იციან შეფასებას. აქვს უმაღლეს დონეზე გავლილი აქვს სოფლის WBF-ის, WBC-ის, ევროპის კრივის კავშირის მათ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება და ნახოთ ვინ გახდა აი ამ ორთა ბრძოლის გამარჯვებული. ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად 40-36 გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტი მებრძოლი თბილისიდან საბა ნადარაია. მაშასე გამარჯვება სადებიუტო ბრძოლაში საბა ნადარაია თბილისელი მებრძოლი. მისი მწვრთნელი გახლავთ გაგა ყარმაზანაშვილი. მინდა მეულოცო ამოკრივეს რაც ეხება იხტიარ